გამარჯობა, დღეს 14 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1988 წლის 14 ივლისს დაიბადა ირლანდიელი MMA მებრძოლი, მოკრივე და ბიზნესმენი კონორ მაკგრეგორი. UFC-ს ისტორიაში ის არის პირველი მებრძოლი, რომელიც ერთდროულად ფლობდა ჩემპიონის ტიტულს ორ წონით კატეგორიაში. 1984 წლის 14 ივლისს დაიბადა სლოვენიელი ყოფილი ფეხბურთელი სამირ ჰანდანოვიჩი. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მილანის ინტერში, სადაც მოახერხა იტალიის ჩემპიონობა. 1918 წლის 14 ივლისს დაიბადა შვედი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ინგმარ ბერგმანი. ის არის მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ხელოვანი. 1913 წლის 14 ივლისს დაიბადა ამერიკის 38 პრეზიდენტი, ჯერალდ ფორდი. 1987 წლის 14 ივლისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი დენ რეინოლდსი. ის უფრო მეტად ცნობილია როგორც ჯგუფ Imagine Dragons-ის ვოკალისტი. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის გრემი. 1966 წლის 14 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი მეთიუ ფოქსი. მან პოპულარობა მოიპოვა სერიალ დაკარგულებში შესრულებული მთავარი როლით. 1960 წლის 14 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მომღერალი და ტელეწამყვანი ჯეინ ლინჩი. 1984 წლის 14 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მამუკა გორგოძე. 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა ქართველი სამხედრო მოღვაწე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლო, საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, სცენარისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ნოდარ დუმბაძე. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები და მოთხრობები, როგორებიც არის მე ბებია ილიკო და ილარიონი, მე ვხედავ მზეს, თეთრი ბაირაღები, კუკარაჩა და მრავალი სხვა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.